ოქროს კბილი კრემაციის ფერფლში. გერმანიის უზენაესი სასამართლოს 2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საქმე. მოგესალმებით, მე ვარ ნატალი გოგიაშვილი, იურისტი და გაცნობ გერმანიის უზენაესი სასამართლოს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოცემულ შემთხვევაში კი საკითხი ეხებოდა შემდეგს. კრემატორიუმის თანამშრომელი გვამების კრემაციის შემდეგ მათ ფერფლში ეძებდა ოქროს კბილებს, პოულობდა და შემდეგ ოქროს ბირჟაზე ყიდიდა. 4 წლის განმავლობაში აღნიშნულმა პირმა 178,000 евро გამოიმუშავა. გერმანიის პროკურატურამ ამ პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა ქურდობის ბრალდებით. ეს პირი ქურდობას არ აღიარებდა და მიუთითებდა, ქურდობა არის სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. ხოლო გვამი და მასთან მყარად დაკავშირებული ნივთი, ანუ ამ შემთხვევაში ოქროს კბილი, არ შეიძლება იყოს ვინმე საკუთრება, ანუ სხვისი და მით უმეტეს ნივთი. გერმანიის უზენაესი სასამართლომ ეს დასაბუთება არ გაიზიარა და პირი დამნაშავე ცნო, ხოლო დასაბუთებაში კი მიუთითა, როგორც კი გვამის კრემაცია მოხდება და ნივთი ამ გვამს გამოეყოფა, იგი არის ცალკე უფლების ობიექტი. მოცემულ შემთხვევაში გარდაცვლილი პირის მემკვიდრეების საკუთრება. შესაბამისად, ამ პირს არ ჰქონდა უფლება აეღო ეს ნივთი და მით უმეტეს ჩუმად გაესხვისებინა ოქროს ბირჟაზე. თუ თქვენ გაინტერესებთ კიდევ გერმანიის უზენაესი სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი Facebook, YouTube, TikTok და Instagram გვერდები.